ძალიან საინტერესო კომენტარი დამიწერეს იმ ვიდეოზე, სადაც საუბრობ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ნაცების პოლიტიკის მხარდამჭერი სხვადასხვა ექსპერტები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი ადამიანები ცდილობენ თქო, რომ უკრაინის თემა გააუბრალონ და ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს უკრაინაში დიდი არაფერი არ ხდება თქო. და აი ამ ვიდეოზე ზუსტად ვინმე ლოლა რიუმან, აი ასეთი ფსევდონიმით მიტოვებს შემდეგ კომენტარს. თქვენ მიხედეთ თქვენ დამშეულ ქვეყანას. უკრაინას ჩვენ მოუვლით. გუშინ მოვაწყვეთ საქართველოდან ჩამოსული ბიჭები სამსახურში ოდესაში. კითხეთ სად ჯობია. ცხოვრება, დონე, ეკონომიკა მიუხედავად ომისა. აი ზუსტად ამ ტიპის ადამიანებზე მქონდა იმ ვიდეოში საუბარი, რომელი ვიდეოც დამიკომენტარა სავარაუდოდ ქალბატონია, იმიტომ რომ ლოლა რიუმან რაღაც გონია რომ ქალბატონია. მოკლედ, ქალბატონმა ლოლამ დაადასტურა თავის კომენტარით ის, რასაც მე ვსაუბრობდი, რომ ეს ადამიანები შავზე თეთრს ამტკიცებენ და პირიქით თეთრზე შავს. პირველი მე ვერ ხვდები რა ეკონომიკაზე აქვს საუბარი. აი ამ კომენტარის ავტორს მაშინ როცა უკრაინაში საერთოდ აღარ არსებობს ეკონომიკა, არანაირი ეკონომიკა უკრაინაში არ არსებობს და რაღაცა გაურკვეველი ფონდები უხდიან ხელფასებს სახელმწიფო დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს და ყველაზე დიდი ვალი აქვს დღეს უკრაინის სახელმწიფოს მსოფლიოში ქვეყნებს შორის. და რომელ ეკონომიკაზე საუბრობს ეს ქალბატონი ვერ ხვდები. და მეორე, ჩვენ მოუვლით უკრაინასო და თქვენ მიხედეთ საქართველოსო წერს და მადლობა ღმერთს, რომ აი ამ კომენტარის ავტორის ნაირების მოსავლელი არ არის ეს ქვეყანა და უკრაინას და უკრაინელ ხალხს გაძლებას უსურვებ და ღმერთის მფარველობას და ყველაფერს კარგს, რომ აი ამ ტიპის ადამიანები იღებენ პასუხისმგებლობას უკრაინის მოვლაზე. აი ამ კომენტარმა გამახსენა 2012 წელს როგორ გადაისროლეს ნაცები უკრაინაში და როგორ მიაბარეს ნაცებს უკრაინის მოვლა და დღეს ხელის გულზე დევს ნაცების მოვლილი უკრაინა და ნაცების მიხედილი უკრაინა რაც არის და რა დღეშიც ჩააგდეს ეს ქვეყანა. არ ვიცი სხვა რა კომენტარი გავაკეთო. ამ კომენტარის ავტორი არის ის ადამიანი, რომელსაც ომის და მშვიდობის ფასზე წარმოდგენა არ აქვს. ან მაგ ტიპის ადამიანია, ან მეორე ტიპის ადამიანი. ძალიან კარგად ხვდება, რაც ხდება, როგორც ხდება, მაგრამ შეგნებულად აი ამ რაღაცებს წერს, რომ ადამიანები შეიყვანოს შეცდომაში. სხვა არ ვიცი რა ვთქვა.